დღეს ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მერის დებულებაში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. კერძოდ ცვლილება მე-18 მუხლში შევიდა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება. მეორე საკითხი, რომელზედაც დეპუტატებმა იმსჯელეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, ცენტრში, 9 კვადრატული ტერიტორიის აღნიშნული სააგენტოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა იყო. საკითხი საკრებულოზე მუნიციპალიტეტის მერიისგან შემოვიდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს სურს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ეს არის ჰაერის მონიტორინგისათვის სჭირდება 9 კვადრატის გადაცემა სარგებლობის უფლებით, პირდაპირ განკარგვის წესით, აღნაგობით გადაიცა ეს ფართი 9 კვადრატი ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ზოგადად აი ასეთი ხარისხის მონიტორინგის სადგურები, სადაც ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგადად ამერიკაშიც, იაპონიაშიც ყველგან დგას საჯარო სივრცეებში, იმიტომ რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი რაიმე შენობა, რომელიც საფრთხეს მოუტანს მოსახლეობას. აქ უბრალოდ ჩვენი მოკვლევით იზომება მხოლოდ ჰაერი და არ ხდება რაიმე ტიპის ძლიერი გამოსხება. ამიტომ ის იქნება ქალაქის ცენტრში თეატრის მიმდებარე ტერიტორია.